სამი ძმდებო. ქალბატონებო და ბატონებო, ბავშვებო, დიდებო, ოდნავ პატარებო. მოგესალმებით ჰოსტის არხზე. დღეს ვისწავლით ჩვენ კიდევ ერთ რაღაცას. კიდევ ერთ ცოდნას გადმოგცემთ, თუ ამის ცოდნის გადმოცემა ქვია, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ვიჯახირებ. ცუდი ხელოსანი დაიწყებს, ჯერ გეტყვით რომ ზამთარი შემოდინდა. შემოდნელია ზამთარი, ანუ ზამთრული გემინდის და ზამთარი შემოდინდება. ზამთარი ახლა შემოდინდება, ყველას რა თქმა უნდა, აბსოლუტურად საქართველოს 99% სახში აქვს მუხარი, ფეჩი, ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ავაწყობთ სათავსოს, რომელიც იქნება განკუთვნილი შეშიშთვის, ეს შეშაშია და ვისაც მუხარი არ გაქვთ, ანუ მე და თქვენ, ვინც ახლა მიყვარებთ და მუხარი არ გაქვთ, ჩვენ სხვა რამეს შევალაგებთ. ბოლო ფეხსაცმელს მაინც შევალაგებთ ხოლმე, იმიტომ რომ ულამაზესი იქნება. დღეს დაგჭირდება ჰაერი, წყალი, მიწა. კომპრესორი დაგჭირდება, რომელიც იდეაში შეგიძლიათ ჰოსჯიზე შეიძინოთ, პატარა კომპრესორებია. ორი ვარიანტია იდეაში, დღეს შურუპი რახან ხეთქს, ხესა და თან ნედლია და გამოსაშრობია და შურუპზე უნდა ჩახრიტო და მერე ჩაატარო შურუპი და დიდი დრომი აქვს. ამიტომ უმარტივესად ეს არის ქროუნის სტეპლერ სატყორცნი, კი არა და ლურსმან სატყორცნი ეძახი, იმიტომ რომ სტეპლერი უფრო პატარაა რა. ამაში იდება დიდი ტყუები. ეს მუშაობს ბატარეაზე, 12 ვოლტიანზე, წზტში დაარტყი. მაგრამ არის თუ კომპრესორი არ გინდათ მაგ შემთხვევაში, თუ კომპრესორი გაქვთ ჰაერის არის ბევრად მსუბუქი ტოლსენის ვარიანტი, რომელშიც უფრო მეტად დიდი ზომის ლურსმანი იდება, აი ესეთი რაღაცა იდება, აი ამას ურტყავს მთლიანად, ეს არის ორიანი და ლურსმნის მოვალეობას ასრულებს. პატარა იმებს, ხის დეტალებს იდეალურად აწევებს. ეხლა დავარტყავდი, მაგრამ არ მიყვარს ესე დარტყმა ხოლმე რა, რომელიც მერე ისვრის. დაგჭირდება 50 სანტიმეტრიანი, 50-14-ზე, 50-ია სიგრძე. დაგჭირდება მეორე 50-იანი და დაგჭირდება 46-იანი. ასევე წემდეგში ძილის ასწყობად დაგჭირდება მეტრიანი. ნებისმიერი ფიცრის ზომა და დეტალები იქნება აღწერაში, რადგან უფრო გაგიმარტივებთ. პირველ კომენტარად დავწერთ ამას რა. ლინკიც იქნება როგორ უნდა აწყოთ ეს ყველაფერი, უფრო გამარტივებულად. ესე იგი, ეს არის მოხაზულობა ამის რა. ესეთ სიტუაციას ვიღებთ ბოლოში. ეხლა ვიწყებთ შეწებებას. და სამაგრი წერტილი რუარსად არ წავიდეს, დაახლოებით მილიმეტრს ვაჭრით. მილიმეტრია 9 სანტიმეტრს. ეს არის კროუნის სტაციონარული ხერხი, რომელსაც ძეს შეგვიძლია რომ შემდეგში უკვე შვებით ესე დავადებთ. კუთხეებზე გავასწორებთ, რომ კონსტრუქცია უფრო მეტად შეკრას და შუაში თვალის ზომით იდეაში ამას გავაკეთებთ. ეხლა უყურეთ, წავიდა. ყველაზე კომფორტული წარმოვიდგენ შურუპზე რამდენი დრო დაგჭირდებოდა რა. და ყველაზე კაი ისაა რომ შურუპის დამალვა აღარ გიზს, თინდაც პატარა ხვრელი აქვს, ამას როგორც გადაშკურკავთ, იდეალურად არის იდეაში ეს ზედაპირი. შემდეგი ვადებთ. ეს არის ეს ვარიანტი. წინა მხარე სახურავის. ეხლა რაც შეეხება შემდეგი. არის მოკლეები, რომლებიც უკეთდება ესე. იდეაში. ეს არის ხე, რომელსაც ვაკეთებთ შემდეგნაირად. ერთმანეთზე ვაწებებთ ჯერ, აი ესე. სამიც არის სრულად საკმარისია, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ უნდა გაიხსნას ერთმანეთისგან და გვაქვს ესე. ამას მივადებთ, ავიდა. შემდეგი მეორესაც იგივენაირად. უკვე გვაქვს კონსტრუქცია. ჩვენ უკვე შეგვიძლია იდეაში ესე ვქნათ. რაც უკვე გადაჭრილი გვაქვს. იმისთვის რომ ზომები ავიღოთ, ჯობია რომ მაგალითად უფრო მოკლე ფიცარი დავდოთ და ზომისთვის ეხა უყურე, ეხა ამის გვერდები.
ეხლა ეს უნდა გავჭრათ შუაზე. ეს არის მეტრი და 50 სანტიმეტრზე უნდა გავჭრათ. იგივენაირად დავუდებთ. წუთი მზად არის. შემდეგი არის სახურავი, ცალკე კეთდება სახურავიც რომ ატივი იყოს. გიორგი, შენ თვალის ზომაზეა ეხლა დამოკიდებული, აქ არა იქნება. ეს არის ჩვენი შესანახი კონტეინერი, ძალიან ლამაზია, თავი უნდა შეუღებოთ, თავი რომ წვიმამ და ხემ დიდხანს გაძლოს, ხის საღებავით შეღებება თავი, დანარჩენი გვერდები გაძლებს, მაინც და მაინც გამომშრალი ფიჭვის გამო გააკეთებთ, რეგრევე არ დასკდეს, აქ დაალაგებთ შეჭას, არ დაგისველდება და შეკეთების დროს გექნებათ სუფთა და სველი არ იქნება, მშრალი. აქ უკვე დაალაგებთ ყველაფერს, თან ჰაერიulis რო გააშროს, თან არ ჩაგიობდებათ. იდეალური რაღაცა ამას მე შეგიძლიათ ბაიცი წაუსვათ, შეგიძლიათ ლაკი წაუსვათ და ასე შემდეგ რომ ფერი შეუცვალოთ. იდეაში კონსტრუქცია არის ეს, რომელიც ეწყობა ძალიან მარტივად. ეს იყო HOLSG, ნებისმიერი გამოყენებული ტექნიკა შეგიძლია იყიდოთ ქვევით მოცემულ ლინკზე HOLSG. წავედით ცუდი ხელოსანი.